მოდი მაშინ საქართველოსი დავიწყოთ, იმიტომ ყველაზე უფრო ისეთია ჩვენთვის რა. საქართველოზე რა შემიძლია თქვა, ორ რამეს ვიტყვი რა. პირველი რომ ამ რეჟიმმა ისეთი სისწრაფით იმოძრავა, რომ უკვე გადაასწრო ლუკაშენკოს, ნამდვილად გადაასწრო, ერთადერთი სიმაღლე ბჭყალებში დარჩა თაუღებელი სიკვდილით დაჟის შემოღება და იმაში საპატიმროებში ადამიანების მოკლა, აი შევარდნაძის დროს ფანჯრიდან აგდებდნენ და რაღაც მსგავსი. მაგრამ ისეთი სისწრაფით მიდიან მაკეთკენაც, რომ მე მგონი მალე მივლენ, იმიტომ რომ დაპატიმრებულებიდან რამდენიმე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოტეხილობები, ტვინის შერყევები, დაჟიჟილობები, ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ეს ლეტალური შედეგი არ დამდგარა, მაგრამ ვინ არის გარანტირებული, არავინ აღარ არის გარანტირებული იმისგან, რომ ლეტალური შედეგი არ დადგება, აღარაფერს ვამბობ, მოშიმშილეებზე. მხოლოდ უნდა ვთქვა, რომ ხა ეს რაღაცნაირად იმის მიღმა მიდის ხოლმე, მაგრამ ლეტალური შედეგები დადგა, აი მაგალითად დედა რო გარდაეცვალა იმ ადამიანს. კი, არა, მე გულისხმობ პირდაპირ ლეტალურ შედეგზე, როდესაც პოლიციის უშუალო ზემოქმედებით, აი ცემის ან ასე შემდეგ, უშუალო მკვლელობას პოლიციელების ხელიდან. მე ამას გულისხმობ, თორე ლეტალური შედეგი როგორ არ დადგა, ლეტალური შედეგი დადგა არა მხოლოდ იმ ქალბატონის გარდაცვალებით, არამედ ახლა აი თავი რო დაიწვა. ისიც რა ლეტალური შედეგი არ არის? იგივე ამ ხელისუფლების ხელიდან არ არის მკვდარი ეგ ადამიანი მოკლული? კი ბატონო, კი, როგორ არა, რა თქმა უნდა. ძალიან უნდათ, რომ ციხეში შეყვარო ყველა კოვიდის დროს. გაგახსენებთ ერთ ფაქტს რა, პოლიციელმა, თვრალმა პოლიციელმა აივნიდან გაისროლა და ქალბატონი მოკლა, მოპირდაპირე ფანჯარაში. აი ეს პოლიციელი ახლა გავიგეთ, რომ თურმე წელიწად ნახევარში გამოუშვიათ. წელიწად ნახევარში გამოუშვიათ. და ქუჩის გადაკეტვაზე, ესე იგი არის უკვე 5 წლიანი პატიმრობა. შეიძლება მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და აირტყას ადამიანმა და აგერ პირველი 8 ადამიანის გასამართლება უნდათ მაგ მუხლით. ესე იგი აღმაშენებლის ხეივანი რო უეცრად აქციეს წინადღეს იმათ რა ქვია სტრატეგიულ ობიექტად და დღეს მე რამდენადაც ვიცი აი ბოლოს ეხლა მიმდინარეობდა ჩვენი დროით 5 საათზე იყო პროცესი და დასრულდა იმით რომ გირაუთი გამოუშვეს რვავე ბედად აღმოჩნდა ვიდეო ჩანაწერი საიდანაც ჩანს რომ ამ ესე იგი აი ეს რვავე ადამიანი არაფერს იმას რასაც ედავებიან არ არქოს ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს ისე მოდი кейსებად მივყვეთ რა აი მისი მოამბის წამყვანის ამბავზე რა იცი მით უმეტეს ეს ადგილი შემთხვევით რა არის რა ხდება საერთოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ხდება რა არის ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხდება ის რომ იმდენი იხტუნავა საზოგადოებრივ მაუწყებლის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ რომ აი დღეს გავრცელდა უბრალოდ წუხელ გავრცელდა ინფორმაცია რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გარიცხავენ სავარაუდოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მე ვიცი რამდენად სერიოზული რამეა ევროპის მაუწყებელთა ევროპის მაუწყებელთა კავშირი იძლევა რამოდენიმე უნიკალურ შესაძლებლობას მასში გაწევრიანებული ორგანიზაციისათვის ეს იმას ნიშნავს რომ მაგალითად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტრანსლაციებზე ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნება ნებისმიერ სპორტულ ტრანსლაციაზე რომელიც მიმდინარეობს პირველ რიგში ევროპის ტერიტორიიდან და არა მხოლოდ ევროპის ტერიტორიიდან. ანუ მოდი ესე ვთქვათ, მარტო სპორტზე კი არა, საერთაშორისო ქსელებში ეს წვდომა შეიზღუდება. საერთაშორისო ქსელებში წვდომა იზღუდება წვდომა იმ საარქივო და უნიკალურ მასალაზე, რომელიც ევროპის მაუწყებელთა ასოციაციაში არის კონსოლიდირებული და რომელზეც ექსკლუზიური და ხელსაყრელი პირობებით აქვს მხოლოდ ამ ორგანიზაციების წევრებს
შეიზღუდება და პრობლემა შეექმნება ევროპის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ესე იგი გადამღები ჯგუფების მე არ ვამბობ რომ სრულად აიგრძალება, არამედ შეიზღუდება, ადრე პრეფერენციებიც სარგებლობდნენ და ასე შემდეგ. ეს აი როგორ გითხრა სპორტის ტერმინებით თუ ვიმჟელებთ, ახლა წარმოიდგინე, აი რუსეთი ხო გარიცხეს იმიდან, რა ქვია. UEFA-დან, FIFA-დან და ასე შემდეგ. აი სპორტის ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი აი მსგავსი ორგანიზაციიდან, ტელევიზიების UEFA-დან შეიძლება გაირიცხოს, ალბათ გაირიცხება. ანუ მე როგორც ხვდები ეს თითქმის არ აწუხებთ ამათ სინამდვილეში, ეს ჩვენ გვაწუხებს, იმიტომ რომ გვინდა რომ რა თქმა უნდა, კი, მე გეთანხმები რომ ამ ეტაპზე არ აწუხებთ, მაგრამ სპორტსაც მალე მიადგებიან ჩემი ღრმა რწმენით და სპორტული აი ჭიდაობის ფედერაციების გარიცხვას რო დაიწყებენ, მე მგონი მაშინ ცოტა ეს თავგასიებული და ყურებ გადმოყრილი დეპუტატები, მოჭიდავეები შეიძლება დაფიქრდნენ უკვე მე. და შტანგისტები. ის რა ქვია, აი ნუ ხო რუსეთის მდგომარეობაში რო ჩავდგებით თლიან. კი და ძალიან დიდი სისწრაფით მივდივართ იქითკენ. კარგი და რა ხდება მზეამაღლობელზე ხო არ იცი რანაირად არის როგორც იცით ვივამენტში გადაიყვანეს ექიმების ზედამხედველობის კოშარი და არის ეგეთი სტანდარტული ექიმების სტანდარტული რომ სტაბილურია მდგომარეობა. ოკეი, სტაბილურია. სტაბილური ნიშნავს, რა ვიცი, რას ნიშნავს, მე ექიმი არ ვარ და თავში ვიკავებ კომენტირებისაგან, რას ნიშნავს ამ ვითარებაში სტაბილური მდგომარეობა. არ ვიცი. ადამიანისთვის, რომელსაც აქვს დიაბეტის დიაგნოზი. ხო, არ სტაბილური მდგომარეობა ხო და რა გვამშვიდობენ ამით თუ რა. მზიას გარდა კიდე ორი ადამიანი შიმშილობს, მე შეგახსენებ, მათ შორის ერთი ბათუმში და ერთი დმანისში. ახალგაზრდა ადამიანი, აი დღეს იყო აქცია, მისი მხარდამჭერი თბილისიდან წავიდა ხალხი მისი აქციის მხარდასაჭერად დმანისში. და როგორც ყოველთვის, ესე იგი, ეგრევე აცხობენ ახალ კანონს, რომ სპონტანური აქციების ჩატარება თუ გინდათ, უნდა წინასწარ აცნობოთ იმას, რა ქვია, ორი კვირით ადრე უნდა ცნობოს სპონტანურად ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს რა. საოცრება. აი საოცრება არის, ხო, საოცრება. სიტყვა სპონტანური იქნებ გაგვიმარტონ როგორ ესმით კოცებს. დღეს კიდე ახალი შემოგთავაზე, სულ ახალი, რომ ნახე როგორ სოუსში გაატარეს. ესე იგი, იგრძალება გამონათქვამები მიაქციეთ ყურადღება, ანუ ეს არის გამოხატვის თავისუფლების შესრულება პირდაპირი, რომელიც ხელს უწყობსო რელიგიური, ეთნიკური, ბლა 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 სქესისა და პოლიტიკური, ესე იგი, პოლიტიკური მიმდინარეობების მიმართ რაღაც სიძულვილის გაღვივებას რა. ყველა მიცის მე აქ არ გავიმეორებ ანტისამთავრობო მიტინგებზე ისმის შეძახილი ოლეოლა კოცების ასე და ისე. აი მაგის წინააღმდეგი არის, მაგრამ ეს რომ ამის კრიმინალიზაცია რომ მოახდინო, ესე იგი რა გამოდის, ძალიან სასაცილო რამე გამოდის. მაშინ პარტია ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად უნდა დაირქვა სახელი კოცი. ხოსია რა? იმიტომ რომ ხო, ამ შეძახილში ოცნება სიტყვა ოცნება არ ითქმება. ლევან, მოდი ახლა ესეთ რამეს გავაკეთებ. ჩვენ გვისაყვედურეს ადრე რატო 10 საათი დადგა. ჩვენ 10 წუთის წინ ჩავერთეთ, ვილაპარაკეთ საქართველოს სიტუაციაზე. ჩავერთეთ ხოლმე 10 საათზე, კაცო, რატო ვაწოლეთ? არა, კარგია ესე, მე მგონი გროვდება ხალხი და რაღაცნაირად ისე ვართ და. ეხლა ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ვილაპარაკეთ საქართველოსზე, ვლაპარაკობთ საქართველოს და ეხლა დავიწყებ შემოყვანას საქართველოსზე კითხვების. რატომ ჯერავს ხალხს რომ ესენი მშვიდობიანი აქციები დათმობენ ხელისუფლებას? საქმე იმაზეა ჩვენ თუ ვართ ბოლომდე ტოტალური ბრძოლისთვის. ეს რანაირად შევაგნებინოთ ოპოზიციას? ეს კარგი კითხვა არის და ცოტა ვრცელ პასუხს მოითხოვს, იმიტომ რომ პრობლემა ის გახლავთ, არ ვიცი თქვენ თუ საქართველოში ბრძანდებით, არ ვიცი ჩვენი მაყურებელი თუ საქართველოშია, მან
უფრო კარგად იცის, თუმცა დარწმუნებული ვარ ემიგრაციაში მყოფი ქართველებმაც იციან მეტნაკლებად რა შინაგანი დუღილი აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას. საქმე ისაა, რომ საპროტესტო მასა არ არის ერთგვაროვანი. საპროტესტო მასა არ შედგება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მომხრეებისაგან. მე გულისხმობ აქტივისტებს ამ შემთხვევაში, მომხრეებში გულისხმობ აქტივისტებს, თორე რა თქმა უნდა, ამ პროტესტებში მონაწილე ყველა ადამიანს პრაქტიკულად რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის აქვს მიცემული ხმა არჩევნებზე. მე აქტივისტებს გულისხმობ. ხო, აქტივისტების დიდი ნაწილი მაგას ახლა მე ვერ დავადგენ, ეს არის უმეტესობა თუ უმცირესობა, რომელი მეტია, რომელი ნაკლებია, ესე დათვლა ამისი ძალიან რთულია. თავს არ ასე ვთქვათ, არ ასოცირებს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან როგორც აქტივისტი, არამედ მას მიაჩნია, რომ არის მაგალითად რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის. არის თვითორგანიზებული ჯგუფები, ხო, როგორიც არის აი მაგალითად ეს დაიტოვე და ასე შემდეგ, რომლებიც ძალიან მაგაზე მინდა ამ დამოკიდე დაიტოვეზე ცალკე კითხო, იმიტომ რომ თელი ამბავი რო ატყდა ის რაღაცა გავშიფროთ რა ხდება დაიტოვესთან დაკავშირებით. არ ვიცი რას გულისხმობ. არა, იცი რა რაღაცა სუსმა და იმას ნაოჭია. აი, მაგამდეც მივალ. ჯერ კითხვას უპასუხოთ, ხო? ამიტომ ამ საპროტესტო მასაში არ არის ეგეთი ერთგვაროვანი დამოკიდებულება, რომ აი თქვენ ასე რატო ფიქრობთ და ისე რატო არ ფიქრობთ, ხო? რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მთელი პროტესტის აი ეს ორ თვეზე მეტია უკვე, ხო? 28 ნოემბერს დაიწყო აქტიური პროტესტები, ორ თვეზე მეტია უკვე გრძელდება უწყვეტად ყოველ დღე. პოლიტიკური პარტიები გადაწეული არიან უკანა პლანზე. ეს მე ზუსტად შემიძლია ვთქვა, ეს შეგნებულად არის გაკეთებული, წინ წამოწიეს სწორედ ესეთი თვითორგანიზებული ჯგუფები. თქვენ ალბათ იცით და თუ ყოფილხართ ან გინახავთ ტელევიზორში, მიტინგი არ მიმდინარეობს. ანუ აი ეს გამოსვლები და ლოზუნგები და არანაირი გამოსვლები არ არის საერთოდ. არანაირი გამოსვლები არ არის, ხანდახან შეიძლება იყოს ამ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე შემოქმედებითი ადამიანების თქვა რაღაც სიმღერა, ცეკვა და ასე შემდეგ. რაც შედახილები შიგადასში რაღაცა. ხო, ეს არის ტონუსის რაღაცა ამ მორჩა გათავდა, მეტი იქ არაფერი არ. ეხლა ეს კარგია თუ ცუდია? ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ პროტესტის ეს ფორმა კრიზისში შევიდა. მე არ ვამბობ, რომ მან თავი ამოწურა, მაგრამ კრიზისში შევიდა. რაღაცა სხვა რაღაცებიც არის გასაკეთებელი. პოლიტიკური პარტიების აქტიურობა თუ პასიურობა, ჩემი აზრით, ესეც არის ჩემი იყო დამოკიდებული, აი ყველა ელოდა იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ მიიღო ოცნებამ. მან შეუჩერა უფლებამოსილება, იმიტომ რომ სანამ ეს უფლებამოსილება, საპარლამენტო უფლებამოსილება არ იყო შეჩერებული ოფიციალურად, ყოველთვის იყო სპეკულაციის და ეს სპეკულაციები მე თვითონ მომისმენია მიტინგებზე, რომ აიცი რა, მაინც მე მგონი შეკრულები არიან, აი ეს ოფიციალურად რატო არ. აი გამოცხადდა ოფიციალურად 4 ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ერთმა არ გააკეთა განაცხადი, ეს არის გახარია საქართველოსთვის. მე არ ვიცი და მაგის კომენტირებას მე ვერ გავაკეთებ, გახარია რატო იკავებს თავს, ის ამბობდა, რომ აი ჯერ სხვები გავიდნენ და მე მეც გავალ თუ რაღაცა ამდაგვარ განცხადებებს აკეთებ და ოკეი, აი სამ პოლიტიკური პარტია ლელო, ნაცმოძრაობა და ახლები გამოვიდნენ. აღარ არის გამოვიდნენ რა და მათი განაცხადი დაკმაყოფილდა და ისინი აღარ არიან. ჩემი აზრით, ხო, ჩემი აზრით, აი ეს ტვირთი საბოლოოდ რაღაც მოცილდათ ამ პოლიტიკურ პარტიებს, ხო? ეხლა უნდა დაიწყონ მოქმედება, იმიტომ რომ იმ აქტივისტების წინაშე, რომლებიც არიან იქ, მე გულისხმობ ყველას, ხო, იქ უამრავ, მათ შეუძლიათ უკვე პირნათლად გამოცხადდნენ და თქვა, რომ აჰა, ძმო,
ხო, ჩვენი პირობა შევასრულეთ, ჩვენ რო ვიძახდით, რომ თქვენს გვერდით დგავართ, უკვე მხოლოდ ფიზიკურად კი არ დგავართ თქვენს გვერდით. არამედ აი დოკუმენტი, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, არანაირ კავშირში აღარ ვართ ამ ხელისუფლებასთან. არანაირ კავშირში უხერხული საქმე, არანაირი საქმე აღარ გვაქვს ამ ხელისუფლებასთან. მასთან გაწყვეტილი გვაქვს ყველანაირი ურთიერთობა, ხო? აი ეხლა მე ვფიქრობ, რომ უნდა გააქტიურდეს ეს ინტერპარტიული ჯგუფია, როგორც ვიცი, და პოლიტიკურმა პარტიებმა მართლაც რაღაცა მეტი უნდა იაქტიურონ და რაღაცა მოქმედების რაღაცა თავისი გეგმა შემოგთავაზონ. ძალიან პასიურობენ. მე რბილად იცი რა არის, მე მესმის ძალიანაც არ მინდა გავაკრიტიკო, იმიტომ რომ ფიზიკურად მართლა იქ არიან და მათი აქტივისტები ციხეში ხვდებიან პანტაპუნტით. ეს ის არ არის, რომ ისინი რამეს თავს არიდებენ, პირიქით, ისინი ასე ვთქვათ, ბრძოლის წინახაზე არიან მუდმივად და მათი აქტივისტები ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, სერიოზული დარტყმის ქვეშ არიან, აგერ გიგი უგულავა მეოთხედ დაიჭირეს, ხო? მაგალითად. მაგრამ რაღაც მეტი აქტიურობაა საჭირო. ეხლა გვაქვს და ამაზე მომავალში ვილაპარაკებთ ალბათ შემდეგ ბლოკში, ასე ვთქვათ, ხო? უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს. როგორ შეიძლება, რომ 4 ოპოზიციურმა პარტიამ ვერ მოუყარა თავი იმ შესაძლებლობას, რომ თუნდაც ერთი ადამიანი 4-ზე 1 სინამდვილეში 4-ვეს თავთავისი დესპანი უნდა ყავდეს ეხლა წარგზავნილი პირველ რიგში ვაშინგტონში, სადაც ეს ადამიანები უნდა ისხდნენ და იგივე იმ ჯო ვილსონს თუ სხვებს, იქ მარტო ჯო ვილსონი არ არის, თქვენ იცით, რომ კონგრესის და სენატის რამოდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელი ძალიან აქტიურად ხარს გვიჭერს, ისინი ამას აცხადებენ და მათთან უნდა მიდიოდეს ყოველდღიური მუშაობა. ქალბატონი ზურაბიშვილის იმედად მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს დარჩენილი ეს ამბავი, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს ქალბატონი არ გამოირჩევა დიდი თანმიმდევრულობით და არც ოპერატიულობით გამოირჩევა და თან ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მის ასაკთან, მაგრამ ასაკოვანი ქალბატონია და ესე წარამარა გადაფრენა, გადმოფრენა იქ ევროპაშიც, იმაშიც ცოტა უჭირს. ის შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ევროპაში. მიზეზთა გამო დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტური იქნება ევროპაში, იქ მანძილებიც ნაკლებია, საფრანგეთი მისთვის სამშობლოა არსებითა და იქ პარიზსა და ბრიუსელს შორის და სტრასბურგს შორის კურსირება არ მოითხოვს რაღაცა დიდ ასე ვთქვათ, ფიზიკურ დატვირთვას. აი შეერთებულ შტატებში აუცილებლად იქ 1, 2, 3, 5 რამდენი შესაძლებლობაც იქნება, უნდა იჯდეს ადამიანების ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან კოორდინაციაში, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად თითო ადამიანი მინიმუმ 2 კონგრესმენს უნდა ელაპარაკებოდეს და არა მხოლოდ რესპუბლიკელებს. ბიპარტიზანულად უნდა მიდიოდეს ეს მუშაობა. ძალიან კარგია რომ თქვი ხა, ესეთი სიტუაცია აღმოჩნდით, რა რაღაცა კამათი Facebook კამათი მომივიდა როგორც ყოველთვის და ეხლა ეს ჩვენი ვიდეო ლევან გავაზიარეს საკმაოდ მესენჯერში არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, სადაც ამერიკაში ყოფილი ემიგრანტები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ხო, რაღაცას კოორდინაციაზე და იქ არის ძალიან გაყოფილი აზრი, ნუ ცხადია ყველას თავისი აზრი აქვს და ტრამპთან დაკავშირებით რა და მე ესეთი რამე რა შუაშია კაცო საქართველოა გადასახადი. მაგასვენ მე ესეთი რამე შევთავაზე რომ მოდი ესე მიუდგეთ რა საკითხს რომ გვინდა თუ არ გვინდა ეს არის არჩეული ხელისუფლება ხო? ეხლა ჩვენი ამოცანიდან გამომდინარე ჩვენ რა გვინდა რომ ამერიკას გავაგებინოთ, ამერიკა როგორ დაგვეხმაროს, აი ამაზე ვიფიქროთ და არა იმაზე ვის უყვარს, ვინ რა უყვარს, ვის ტრამპზე ვიტყვი უშუალოდ ტრამპზე ვიტყვი 2 რამეს რა. პირველი შენი თქმის არ იყოს ჩვენ მოგწონს არ მოგწონს დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს ტრამპი და ის თან არის ძლიერი პრეზიდენტი, ის არ არის სუსტი პრეზიდენტი, ხო? ტრამპი თავისი გუნდით. ხო და ეს მოცემულობაა ჩვენთვის რა, ეს მოცემულობაა. გვინდა თუ არ ეს მოცემულობაა, უბრალოდ ეს არის იდიოტიზმი, ეხლა დღეს არ ელაპარაკო ამერიკის მაგრამ მე ვთქვი რომ არ მუშაობა უნდა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. მით მათ შორის დემოკრატებთანაც, იმიტომ რომ კონგრესი არსებობს. დემოკრატებთანაც, იმიტომ რომ
ჩვენ ვიცით ამერიკული პოლიტიკური ციკლი როგორ მიმდინარეობს 2 წელიწადში შეიძლება დემოკრატები გახდნენ უმრავლესობაში იმავე მაგალითად კონგრესში ან ერთ პალატაში ან მეორეში ან ორივეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს ყველასთან უნდა მიდიოდეს მუშაობა თან მე ვიცი რომ საქართველოს მიმართ შეიძლება ზოგიერთი ქვეყნის ზოგიერთი სახელმწიფოს მიმართ იყოს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება კონგრესში საქართველოს მიმართ არანაირი ესე წინასწარი ცუდი განწყობა არ არის პირიქით არის ბიპარტიზანი როგორც ამბობენ ბიპარტიზანი ხო ამას ჭირდება გაძლიერება და გამოტანა რა და ამ თემის აქტუალიზება ძალიან კარგია რომ ყავს ესეთი ლობისტი ჯო ვილსონის სახით მაგრამ ჩემი აზრით არ არის საკმარისი ესე ვთქვათ ესე დისტანციურად ერთი ადამიანის იმედად ყოფნა რა იქ ჩემი აზრით ამ პარტიებს აქვს შესაძლებლობა არ ჩამოვთვლი ახლა თუ ფინანსურ შესაძლებლობებზეა ლაპარაკი არსებობს ეგ შესაძლებლობები თუ არ არსებობს თქვან და რაღაცნაირად ქართული დიასპორა იქ ერთ თუ ორ ადამიანს რამენაირად შეინახავს ლევან აი ყველა არ თქვი ესე იგი ემიგრანტებში ზიარდება ეს ვიდეო და აირჩიონ ვიღაცა ვაშინგტონში ვინც არის უამრავი ხალხი ყავს ხო როგორც არის რეალურად შეუძლია გონიერებად შეუძლია კი ბატონო მე არ ვამბობ რომ გინდა თუ არა აქედან უნდა იყოს მივლინებული ვიღაცა ადამიანები უნდა იყვნენ რომელსაც ერქმევა რომ აი ეს ჭიჭიკო არის ამ პარტიის წარმომადგენელი ბიჭიკო არის ამ პარტიის წარმომადგენელი სიტყვაზე ვამბობ ოღონდ ამ ჭიჭიკომ და ბიჭიკომ იქ არ უნდა გააჩაღონ მართლა ჭიჭიკო და ბიჭიკო იქ უნდა შეთანხმებულად იმუშაონ ჭიჭიკო შენ დღეს მიდიხარ დემოკრატებთან ამა და ამ კონკრეტულ კონგრესმენებთან მე მივდივარ ამა და ამ კონკრეტულ კონგრესმენებთან საღამოს ვიკრიბებით გვაქვს ბრიფინგი ერთმანეთთან რა გამოვიდა ვისთან მეტად არის სამუშაო ვისთან ნაკლებად და ასე შემდეგ ხვალ შენ მიდიხარ რუბიოსთან მე მივდივარ იქ არ ვიცი ჩაკ შუმერთან მე მინდა გითხრა რომ საკმაოდ აქტიურად არიან ემიგრანტები ისედაც თვითონ აკეთებენ მაგრამ აი ეს რაც შენს ამბობ რომ მანდატიც კონდეს მანდატი უნდა კონდეს ადამიანს მაგას ლაპარაკობ ხო მანდატი თუ არა გაქვს ჩემო თორნიკე ეხლა შენ აქ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო შენ უნდა კონდეს შესulis და წოდომა ხო ამ ადამიანებთან რა ასე რომ ეს არის არქი მნიშვნელოვანი საკითხი რატო არ გვარდება არ მესმის აი ბევრ რამეზე შეიძლება ვერ შეთანხმდნენ აქ პოლიტიკური პარტიები რაღაცა აი ამაზე შეთანხმება რაღა გახდა კეთილო ადამიანებო აი ამაზე შეთანხმება რაღა გახდა რა ეს ხო ამას არ ჭირდება რა ისა თან ყველა პარტია ზუსტად ვიცი რომ ყავს რეალურად თავის წარმომადგენელი მანდ ნუ ყოველ შემთხვევაში საკონტაქტო ადამიანი ყავს როგორ არა ყავს კი ყავთ რომლებსაც იყენებენ არჩევნების დროს კოორდინატორებად იმეებად ამეებად რაღაც არჩევნო კომისიებში იმისი თუ არა სხვისი შეარჩიე რა დალოცვილო რა გაიკითხე გამოიკითხე ვინ არის შენი მხარდამჭერი და ვის შეუძლია ამის გაკეთება რა ეს რა არის ეს თავის აგდება რა ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისათვის რა ეხლა რა შეიძლება იმ კითხვას შენ რაღაც დამისვი რა იყო რაღაცა უშიშროებაო თუ რაღაცა ამახსენდება და ბოდიში რომელიღაცა ჯგუფიო დაიტოვეზე მკითხე თუ არ ცდები ხო ესე იგი დაიტოვეზე როგორც წავიკითხე Facebook-ზე რაღაც ატყდა ერთი ამბავი შეუვარდნენ ხომ ის ადმინებს და ვიღაცებს და რომ დაიტოვეო სუსმა ჩაიგდო ხელშიო და რაღაცებს აუცელებს პროვოკაციებსო და ახლა მართლა როგორ არის საქმე ხო იქ არის ეგეთი მომენტია რა ეს ხო სულ დამავიწყდა მე არ დამავიწყეს უბრალოდ განსაკუთრებით აი ამ წინა აზრს დავამთავრებ და მაგაზე გიპასუხებ განსაკუთრებით ძალიან დაინტერესებული უნდა იყვნენ და ვისაც შეიძლება უფრო კარგად მოусმინონ იმავე ვაშინგტონში განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის და ახლის რომელიც იდეოლოგიურად იმავე პლატფორმაზე არსებითად ხო და პრაქტიკულად იდენტური დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან და მის რეფორმებთან მე გულისხმობ განსხვავებით თქვა ლელოსგან და გახარიასგან კიდევ უფრო მეტად იმიტომ რომ ის რაც ხდება დღეს ამერიკაში
ძალიან წააგავს იმ რეფორმებს, ძალიან წააგავს, ერთ-ერთში არ არის, ძალიან წააგავს იმ რეფორმებს, რაც სააკაშვილის გუნდმა წამოიწყო თავის დროზე, შეუძლიათ ამ თემის ასე თქვა დაპარალელება კარგად, ეს ერთი და მეორე, თავად ტრამპს და რუბიოს და სხვებს აქვთ პირადი გამოცდილება ამ ადამიანთან ურთიერთობის. ეს უნდა გამოიყენო ესა, ხო? ეს რესურსი რატო არ იყენებენ? მე არ მესმის უბრალოდ, აი მართლა არ მესმის რა. არ ვიცი. ეხლა რაც შეეხება დაიტოვეს, იმიტომ რომ აი აქ ეხლა სწორედ იმას გავაკეთებ რა გადასვლას, ისა. დაიტოვეს მე არ ვიცი რატო მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად რა. მოკლედ ეს ჯგუფი მისი ადმინები როგორ ჩანს, მე ამ ჯგუფში ვიყავი ცოტა ხანი მერე გამოვედი, იმიტომ რომ ძალიან ის მქონდა ნოტიფიკაცია მქონდა ჩართული და ძალიან ხშირად არის ისეთ საკითხებს წამოწევენ ხოლმე, რომელიც ნუ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და ასე ვთქვათ, მე გავჩვენე. ხო, მე გამოვედი, იმიტომ რომ ხო, 100-დან 90 შემთხვევაში ჩემთვის არასაინტერესო ინფორმაცია იმას იქ როგორ ჩანს ადმინებს აქვთ აღებული ეგეთი რა დავარქვა, არ ვიცი პოლიტიკა დავარქვა თუ რა დავარქვა, რომ რაღაცა ხო, წესები ცდილობენ რომ ბაზა იყოს დიდი, რაც სწორია ცდილობის ისა. მაგრამ და აიღეს ასე ვთქვათ, მე როგორც მივხვდი რაღაცა შუაშისტური ნარატივი რა. და აქტიურად შედიან კამათში იგივე ნაცმოძრაობის და იმ ახალის მომხრეებთან განსაკუთრებით სააკაშვილის პერსონაჟზე მსჯელობასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მე როგორც ხვდები უკმაყოფილება და უკმაყოფილება იმ დონეზე მივიდა რომ ნუ მე ვერ ვიტყვი რომ ახლა რაღაცა დაპირისპირებაა და რაღაც მაგრამ აი ეს უკმაყოფილება გარეთ გადმოიღვარა თუ შეიძლება ასე ითქვას და იქ ნუ აი ეგეთი ვითარება არის. ამ დროს ახლა ყველას ნერვები დაწყვეტაზე აქვს ისედაც და რა თქმა უნდა ბრალდებები იქნება ახლა. მე სხვანაირად მე აშკარად უნდა ვთქვა რომ ძალიან სასარგებლო საქმიანო გააკეთა და ბევრი რამე გააკეთა ამ ჯგუფმა. კი, უდაოდ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი მოგზა, როდესაც ხარ ამ ტიპის ჯგუფის ადმინი, რომელმაც უნდა შექმნას ფართო სოციალური ბაზა, შენ თავად არ უნდა შეხვიდე, ნუ შენ მე ყველას აქვს თავისი პოლიტიკური პრინციპები, თავისი შეხედულებები და შეუძლია გამოთქვას, მაგრამ როდესაც შენ ხარ ამ ხელა ჯგუფი, ძალიან დიდი ჯგუფია. ადმინი და შენ იცი რომ საპროტესტო ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი თუ ყველაზე დიდი ნაწილი არა სწორედ არიან აი ეს ამ ტიპის ადამიანები ყოველ შემთხვევაში ძალიან აქტიურები არიან მე ვფიქრობ რომ ადმინების დონეზე არ უნდა ხდებოდეს ამ ადამიანებთან არავისთან შესვლა არ უნდა ხდებოდეს კამათში არა ხო ნუ ადმინი თუ ვინმეს უნდა რომ იკამათოს შენს პლატფორმაზე ან მიეცი ერთმანეთთან კამათის საშუალება ან თქვი რომ აქ არ არის ადგილი ასეთი კამათის всё, დამთავრდა რა თქმა ამას ლაპარაკი. შენ თვითონ რო შედიხარ და ეკამათები ადამიანს, მე და შენ პოზიციას რო აფიქსირებ, მე ეს უკვე იწევს აღშფოთებას და როგორც უკვე გითხარით, ყველას ნერვები დაწყვეტაზე აქვს და ასე ვთქვათ, გაფართოებული თვალებით უყურებს ერთმანეთს და ხშირად ხედავს კატას ბნელ ოთახში, მაშინაც როცა ეს კატა იქ არ არის. გადი მოდი ერთი სხვა და საქართველოს გამენ დავამთავროთ. რა არის მოსალოდნელი ახლა დღეს ხვალ? არის რაღაცა დაგეგმილი ლევან ხა აი ამ დრაკონული ახალი წესების გავლენა თუ არის თუ ხალხის შეფერხდა შეეშინდა ამის გამო და აღარ გამოვა თუ პირიქით არ ვიცი ვერ გეტყვი ნუ დრაკონული წესები მიიღეს და ამის მიუხედავად აი გუშინაც გუშინ წინაც იმის წინაც ხალხ გამოდის და იმასე მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ როცა ვამბობ რომ რაღაცა სტრატეგიის დონეზე არ ვიზახი ტაქტიკის დონეზე არის რაღაცები შესაძლებელი მე ხლა აქ ვიეთერში არ მინდა ამაზე ვილაპარაკო მე ჩემ გვერდი ღია მაგ და თუ იმეს აინტერესებს ჩაყოს და ამაზე ნახეთ შეგიძლიათ დაგუგლოთ არის დიდი მადლობა ჩვენს სომეხ ძმებს ამისათვის რეკომენდაციები რომელიც დეკემბრის ბოლოს გამოაქვეყნეს ეს ღიათ არის მეც მიდევს და ბევრმა გააზიარა Facebook-ში
ეს არის რეკომენდაციები ასეთ ვითარებაში, როდესაც ესე წნეხი არის სახელმწიფოს მხრიდან, თავიანთი გამოცდილების საფუძველზე, აი 2018-19 წლების გამოცდილების საფუძველზე, ზოგი რეკომენდაცია არარელევანტურია, ზოგი ჩვენი ვითარების კონკრეტიკიდან გამომდინარე, მაგრამ უდიდესი ნაწილი 80% ძალიანაც რელევანტურია და პარტიები იქნებიან თუ აქტივისტების ჯგუფები, მე ვთვლი რომ უნდა კარგად გაიზიარონ და ასე ვთქვათ რაღაც ახალი ტაქტიკური მონახაზები შემოგთავაზონ. თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება გაცილებით უფრო ნაკლები რესურსებით.